მოგესალმებით მეგობრებო, მე ლევან ქერდიყოშვილი ვარ, თქვენთან კი კრევის სამყაროს მორიგი ეპიზოდია. დღეს გვექნება ძალიან საინტერესო გადაცემა, განვიხილავთ მიმდინარე საკრეო საკითხებს, თუმცა სანამ დავიწყებთ ჩვენს ვიდეოს, აუცილებლად მინდა გთხოვოთ, რომ მოიწონოთ ჩვენი YouTube-ის არხი, სახელად Boxing George, ასევე ჩვენი გვერდი Facebook-ზე, კრევის სამყარო, გააზიაროთ ჩვენი კონტენტი, დაალაიქოთ, გამოგვიწეროთ, დააკომენტაროთ, მოკლედ გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი. რაც შეეხება უშუალოდ გადაცემის თემას, მოგეხსენებათ, გასულ კვირას თბილისში გრანდიოზული საკრეო შოუ ჩატარდა, რომლის მსგავსი ძალიან დიდი ხანია საქართველოში არ ყოფილა, უმაღლესი დონის შეჯიბრი, რომელსაც პირადად დაესწრო მსოფლიო კრევის ლეგენდა ლენოქს ლუისი. თუმცა ამ შეჯიბრის მთავარი სიხარული ქართველი კრევის კომაგისთვის, რა თქმა უნდა, იყო ქართველი მოკრევის გივი თოდუას ჩემპიონობა WBF ინტერიმ ჩემპიონის ქამარზე ბრძოლა, სადაც თოდუამ ძალზე დამაჯერებლად გაიმარჯვა გამოცდილი ტაილანდელი მეტოქის წინააღმდეგ. რაც შეეხება უშუალოდ ბრძოლას, გივი თოდუა ამ ბრძოლამდე მოვიდა ძალიან კარგი შედეგით, უმოკლეს ვადაში შეძლო მან სათანადო რეიტინგის დაგროვება მსოფლიო რეიტინგში, დაუმარცხებლად ასპარეზობს მოგეხსენებათ თოდუა პროფესიონალური კრევის რინგზე და ამჯერადაც თავისი გამარჯვებების სერიას მორიგი გამარჯვება შემატა უკვე მსოფლიო ქამრით. გივი თოდუა უშუალოდ ბრძოლაში ჩაერთო თავიდანვე ძალიან ჭკვიანურად, კარგად იყო მომზადებული ფიზიკურადაც, ტაქტიკურადაც, ტექნიკურადაც და ამ მოკრივემ ძალიან კარგი რინგზე ძალიან კარგი კრივი აჩვენა. ფაქტია, გივი თოდუა მიუხედავად ძალიან ახალგაზრდული ასაკისა, ვითარდება ბრძოლიდან ბრძოლამდე უმატებს, მუშაობს მისი გონება, მუშაობს მისი ტვინი, ვითარდება, პროგრესირებს და ძალიან კარგ კრივს აჩვენებს. მართლაც გამორჩეულად იბრძოლა, ფაქტიურად შანსი არ დაუტოვა მეტოქეს, მიყვა ეტაპობრივად თავიდანვე და მიუხედავად იმისა, რომ ტაილანდელი საკმაოდ კარგი გამძლეობის აღმოჩნდა იმ კუთხით, რომ ძალიან ძლიერ დარტყმებს უძლებდა და მიჩვეულები არიან ზოგადად ტაილანდელები ამ ძლიერ ორთაბრძოლების შესვლას. მე-6 რაუნდის მერე ფაქტიურად ძალიან ვეღარ შეძლო ფაქტიურად ტაილანდელმა ბრძოლის გაგრძელება უარი თქვა. გამომდინარე იქიდან, რომ უკვე ერთი მეორეზე მიყოლებით თოდუა ახორციელებდა უძლიერეს დარტყმებს. ჩემპიონი პირადად დააჯილდოვა ლენოქს ლუისმა, რომლის ჩამოსვლას თბილისში, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მოვლენა იყო. ზოგადად აი ამ ღონისძიების მხარდაჭერისთვის საქართველოს პროფესიონალური კრევის კავშირთან ერთად ძალიან დიდი მადლობა ეკუთვნის ქალაქ თბილისის მერიას, ისევე როგორც სპორტის სამინისტროს. და მართლაც ძალიან დიდი ზეიმი შედგა, ერთადერთი, ვინც აი ამ დიდ ზეიმს აკლდა, ეს იყო, რა თქმა უნდა, ქართული კრევის ლეგენდა, ქართული კრევის ნამდვილი ვარსკვლავი გიორგი კანდელაკი. თუმცა იმედი გვაქვს, რომ სულ მალე ისევ ვიხილავთ ქართველი მოკრევების გვერდით და სხვათა შორის ეს საკითხი თავად გივი თოდუამაც აღნიშნა. ასევე ეს მაღობა მინდა გადაუხადო გიორგი კანდელაკს, რომლის დამსახურება არის ეს ქამარი, ეს ადამიანი გვერდში მედგა და როგორც ასე მენდო 100%-ით, რომ მე ამ ქამარზე მეჩხუბა და ეს მისი დამსახურებაა. მადლობა. ჩემთვის დიდი პატივია. ძალიან დიდი წვლილი აქვს ამ პიროვნებას გაღებული, როგორც უშუალოდ ახლანდელი ჩემპიონისთვის, ისევე მთლიანად ყველა ქართველი პროფესიონალი მოკრივისათვის, მათთვის გზის ჩვენებისთვის, გზის გახსნისთვის, უმაღლესი მსოფლიო მწვერვალებისკენ და ძალიან დიდხანს ჭირდება და სჭირდებათ მოკრივეებს გიორგი კანდელაკი გვერდით. ამის შესახებ თვითონაც ღიად გამოხატავენ ჩვენი მებრძოლები საკუთარ პოზიციას. მინდა გამოუცხადო ჩვენ გიორგი კანდელაკს, მაგარ ადამიანს, მახსოვს მე მაგის გვერდში დგომა და რა ვიცი, მალე ჩვენ გვერდში ყოფილიყოს და ოჯახში დაბრუნებული იყოს და რა ვიცი, აგერვათ თქვენ გვერდში ვართ და მადლობებს მეტი რა მეთქვის, რომ ესენი მიდგა ხართ გვერდში და მაძლევთ შესაძლებლობას, რომ ვიჩხუბო და ვაკეთო ჩემი საქმე. მეც არაფერს აი რა ლამაზი რაღაცაა, აი. და იმედი გვაქვს, რომ ჩვეულ ტემპში და ჩვეულ რიტმში სულ მალე გააგრძელებს თავის საქმიანობას ქართული კრევის მართლაც ნამდვილი ლეგენდა. რაც შეეხება სხვა დანარჩენ ბრძოლებს, მინდა გითხრათ, რომ ეს არ იყო მხოლოდ ერთი ბრძოლა ჩემპიონის ქამრისათვის, აქ იყო ძალიან ბევრი, ძალიან კარგი და გამორჩეული ბრძოლა, თუმცა ერთ-ერთი მართლაც სანახაობრივი და ძალიან გამორჩეული ბრძოლა შედგა საქართველოს ჩემპიონის ქამრისათვის ბრძოლაში, სადაც ერთმანეთის წინააღმდეგ რინგზე წარდგნენ კრევის კლუბ-გლების წარმომადგენელი ლევან იანქოშვილი და გარდაბნის კრევის სკოლის წარმომადგენელი აკაკი კაკრიაშვილი. ეს ორი მოკრივე
ყველასათვის ძალიან კარგად არის ნაცნობი, ვინც უყურებს ქართულ საბრძოლო ხელოვნებებს, ვინც ხომაგობს ქართულ კრივს, ორივე მათგანს აქვს უკვე საკმაო გამოცდილება, ნამდვილად გამოირჩევიან და თავიანთი რეიტინგით დაიმსახურეს ბრძოლა 63 კილოგრამში საქართველოს ჩემპიონის ქამრისათვის. მართლაც ველოდი მე პირადად რომ იქნებოდა ძალიან კარგი ბრძოლა მათ შორის, ძალიან კარგი სანახაობა, იქნებოდა თავდაუზოგავი შერკინება, მართლაც გამართლა ჩვენი მოლოდინი და გულშემატკივარი ნამდვილად კმაყოფილი იქნება აი ამ ორთა ბრძოლით. მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი მხარე რინგიდან ყოველთვის დამარცხებული ჩამოდის, მაინც მინდა ვთქვა, რომ ორივე მებრძოლს ეკუთვნის სტაში და აპლოდისმენტები ქართული კრივის კომაგისაგან, რადგანაც მათ აჩვენეს ძალიან კარგი კრივი და თავდაუზოგავი ბრძოლა. რაც შეეხება უშუალოდ ბრძოლის მიმდინარეობას, როგორც მოსალოდნელი იყო აკაკი კაკრიაშვილი და პირადად ჰქონდა ეს ნათქვამი, რომ ის იმუშავებდა ნოკაუტზე, იმუშავებდა ვადაზე ადრე ბრძოლის დამთავრებაზე და მართლაც ერთ მომენტში ნოკდაუნშიც კი ჩააგდო ლევან იანქოშვილი, თუმცა თბილისელი მოკრივის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ძალიან კარგად გამოვიდა იმ ნოკდაუნიდან, ადგა ფეხზე, გააგრძელა და მოუმატა ლევან იანქოშვილმა, საოცარი ბიჭია, საოცარი შემართების მოკრივეა, ძალიან კარგი მებრძოლია, ძალიან კარგ კრივის კლუბში ემზადება ბატონ მიხეილ ბაკაშვილთან, კრივის კლუბ გლებში, რომელიც გამოირჩევა მართლაც აი ამ მებრძოლის სულით, ოჯახური სულისკვეთებით, ერთიან საქმისადმი ერთიანი მიდგომით, ერთიანობით და აი ამ კუთხით მართლაც უნიკალური კლუბი ჩამოაყალიბა, არ დავიღლები ამის თქმით ბატონმა მიხეილ ბაკაშვილმა, მოგეხსენებათ ორ ქალაქს აერთიანებს კრივის კლუბი გლები, როგორც თბილისს, ასევე წნორს, სიღნაღის რეგიონს და ქიზიყს და მისასალმებელია ნამდვილად აქტიურობა ბატონ მიხეილ ბაკაშვილის, რომლის ძალიან დიდი დამსახურებაც არის, რა თქმა უნდა, ის, რომ ლევან იანქოშვილმა აი ესე თავისი ბრძოლის ხარჯზე, თავისი მონდომების ხარჯზე, თავისი არ გადტეხვის და უტეხისულის ხარჯზე შეძლო აი ამ მართლაც უმნიშვნელოვანეს ბრძოლაში, პირადად ლენოქს ლუისისა და ქართული კრივის კომაგის თვალწინ და ვადაზე ადრე დაამარცხა კაკრიაშვილი. კაკრიაშვილმა მიიღო მას შემდეგ რაც ნოკდაუნში ჩააგდო იანქოშვილი, არაერთი ძალიან ძლიერი დარტყმა და შემდეგ უკვე თავადვე უარი თქვა ბრძოლის გაგრძელებაზე, რაც რა თქმა უნდა დასანანი იყო, თუმცა თვითონვე ატყობდა ალბათ თავის თავს კაკრიაშვილი, რომ არ მისდიოდა კარგად არც თვალი, არც ხელი, არც ფეხის მოძრაობა, თვითონვე ეს აღნიშნა პირადად, როდესაც დატოვა რინგი და აზრი აღარ ქონდაო გაგრძელებასო ფაქტიურად, იმიტომ რომ არ იყო ჩემი დღეო და ერთი საინტერესო ფაქტი ისიც მოხდა, რომ ამ ბრძოლის დასრულების მერე ხელიდან გაიხადა ხელთათმანები რინგზე დატოვა კაკრიაშვილმა, რაც ნიშნავს იდეაში, რომ თითქოს კრივიდან მიდის აკაკი კაკრიაშვილი, რაც ძალიან გულდასაწყვეტი იქნება და იმედი გვაქვს პირადად მე და ქართული კრივის კომაგს, რომ ეს იყო იმპულსური გადაწყვეტილება იმ წუთში და აკაკი კაკრიაშვილს კვლავ ვიხილავთ პროფესიონალური კრივის რინგზე, იმიტომ რომ ეს მოკრივე ნამდვილად გჭირდება ქართულ კრივში, კიდევ ბევრი შეუძლია დარწმუნებული ვარ და კიდევ ბევრი აქვს დასამტკიცებელი პირველ რიგში საკუთარი თავისთვის და მე უკვე ქართული კრივის კომაგისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ კაკრიაშვილი შეიცვლის ამ გადაწყვეტილებას. ასეა თუ ისეა, ლევან იანქოშვილმა სრულიად დამსახურებულად აღმართა თავისი ჩემპიონის ქამარი, იგი პირადად დააჯილდოვა თარაშ კანდელაკმა. მართლაც საოცარი წუთები იყო, ხარობდა კრივის კლუბის მგლების გულშემატკივარი აი ამ დამსახურებულ გამარჯვებას და მეც მინდა აქედან მიულოცო, საქართველოს ჩემპიონის ქამარი არის მეტად პრესტიჟული ტიტული, რომელსაც სჭირდება სათანადო გაფრთხილება და მოკრივე უკვე ადის ახალ ეტაპზე, ახალი თამასა აქვს დაწესებული, რომლის ქვემოთ ჩამოსვლაც რა თქმა უნდა არ არის მიზანშეწონილი და დარწმუნებული ვარ, რომ ლევან იანქოშვილი ისეთი მოკრივეა, არც დააგდებს თამასას, მხოლოდ და მხოლოდ წინ ივლის უკეთესი და უკეთესი შედეგების და მისაღწევად და უკეთესი მიზნების, უფრო დიდი მიზნების მისაღწევად. მინდა წარმატებები უსურვო ორივე მოკრივეს ამ მართლაც შესანიშნავ და საოცარ ბრძოლაში. რაც შეეხება დანარჩენ დაპირისპირებებს, ძალზე საინტერესო დაპირისპირებები ვიხილეთ აგრეთვე ქართველი მოკრივეების მონაწილეობით, რომლებიც უცხოელ მეტოქეებს შეერკინნენ მსოფლიოს სარეიტინგო ბრძოლებში. ასეთი იყო იაგო კიზირია, ყველასათვის ძალიან კარგად ნაცნობი მოკრივე, ყველასათვის საყვარელი პიროვნება ქართულ კრივში. ძალიან მაგარი მებრძოლია იაგო კიზირია და ეს ყველა მიცის. ეს არის თუ ვინმეზე შეიძლება თქვა, რომ არის მეომარი, ეს არის ნამდვილად იაგო კიზირია, სახიფათო კაცი, საშიში კაცი რინგზე
და ძალიან კეთილშობილი პიროვნება ცხოვრებაში. იაგო კიზირია ის მოკრევია, რომელმაც არაერთი მეტოქე გადატეხა უცხოეთში. საოცარი ბრძოლები აქვს წამოღებული ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან გასვლით ბრძოლებში, რაც განსაკუთრებით დასაფასებელია. იაგო კიზირია არის მოკრევე, რომელიც რინგზე არ ჩერდება არასოდეს, არ სუნთქავს თითქოს რაღაცა რობოტივით თუ მანქანასავით მუშაობს, სულ წინ, სულ ბრძოლაში შედის, უზღუდავს სივრცეებს მეტოქეებს, კუთხეში იმწყდევს და არასოდეს არ წყვეტს თავისი მუშტების, ჩაქუჩივით მუშტების თუ უროსავით მუშტების ქნევას, რითაც ფაქტიურად გადატეხავს ხოლმე მეტოქეებს და გამოირჩევა აი ამ მართლა ნამდვილ ომში შესულით და უკან არასოდეს არ დახევით. ძალიან ძლიერი მეტოქე ყავდა მოლდოველი მოწინააღმდეგის სახით იაგო კიზირიას, ძალიან მაგარი ბიჭი აღმოჩნდა მოლდოველი, რაც იმსახურებს ნამდვილად დაფასებას, პატივისცემას. თვითონ კიზირიამ რაც თქვა ბრძოლის მერე ბევრის დაკლება მოუწია აი ამ ბრძოლისთვის და გაცილებით მეტი შეუძლია და მეც ფიქრობდა და ვადაზე ადრე უნდა ზოგადად გამარჯვება, თუმცა ნამდვილ ომში აბსოლუტურად დამსახურებულად იაგო კიზირიამ თავის მოლდოველი მეტოქე დაამარცხა და მორიგი გამარჯვება ჩაიწერა საკუთარ აქტივში. კიდევ ერთი მოკრივე, რომელმაც საკუთარი ძალები უცხოელი მეტოქის წინააღმდეგ მოსინჯა თბილისურ რინგზე, ეს არის ირაკლი ალანიძე, რომელიც კიზირიას მსგავსად ფოთიდან გახლავთ, თუმცა წარმოადგენს ბათუმის კრივის აკადემიას. ბათუმის კრივის აკადემია, რომელიც ერთ-ერთი ნამდვილად გამორჩეული კლუბია საქართველოში, ყველაფრით, თავისი მებრძოლებით, თავისი ინფრასტრუქტურით, თავისი ყველა დეტალით, მომზადების დონით და რა თქმა უნდა, აი ამ კლუბის დაფუძნებისთვის ძალიან დიდი მადლობა ეკუთვნის ბატონ ლაშა ბარამიძეს, რომელიც ყოველთვის ზრუნავს კლუბის მოკრივეების, მებრძოლების გაზრდაზე, მათ ხელშეწყობაზე, ყველანაირად გვერდში დგომაზე და დარწმუნებული ვარ, ბათუმის კრივის აკადემია ძალიან ბევრ ძალიან კარგ მოკრივეს მოამზადებს სამომავლოდაც, როგორც პროფესიონალურ კრივში, ისევე სამოყვარულო კრივში, ბავშვებს და ასე შემდეგ და მინდა უსურვო ძალიან დიდი წარმატებები აი ამ კლუბს. რაც შეეხება ირაკლი ალანიძეს, მართლაც ერთ-ერთი გამორჩეული მოკრივეა ქართულ კრივში, სამოყვარულო კრივში არის კრივის ეროვნული ნაკრების წევრი, არის თავის დროზე საქართველოს ჩემპიონი, არაერთგზის პრიზიორი საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული სამოყვარულო კრივში, პროფესიონალურ კრივშიც აქვს არაერთი ძალზე საინტერესო ბრძოლა გამართული და აი ახლა საკუთარი მაყურებლის თვალწინ ალანიძე რინგზე გავიდა იტალიელი ლეონარდო ტურჩეტის წინააღმდეგ. ეს კი სწორედ ის ტურჩეტია, რომელმაც წელს გაზაფხულზე ქუთაისში გამართულ საკრივო შოუზე ჯონი ჭკადუას დამარცხება შეძლო, დამარცხება ცოტა ისეთი ნათქვამია, ჭკადუამ იმ ბრძოლაში ტრავმა მიიღო და გამარჯვება სწორედ იტალიელს დარჩა. და ერთგვარად ეს ინტრიგას ძენდა აი ამ დაპირისპირებას, რა თქმა უნდა, ქართველებს გსურდა მხოლოდ რევანშის აღება ჭკადუასთან მოგებისთვის იტალიელზე. ძალიან კარგი პიროვნებაა თავად ტურჩეტი, მე მქონდა შესაძლებლობა გავიცანი პირადადაც და მაგრამ ამავდროულად მხოლოდ მოსაგებად იყო ჩამოსული. ნამდვილი ომი გამართეს ალანიძემ და ტურჩეტიმ. ტურჩეტი გამოირჩეოდა უძლიერეს დარტყმებითაც, ცდილობდა აი ეს თავისი სანოკაუტე დარტყმა გაეტარებინა ალანიძესთვის, თუმცა ალანიძემ ძალიან ჭკვიანურად, ძალიან სტაბილურად წარმართა მთელი თავისი დაპირისპირება და ეჭქვეშ არ დაუყენებია საბოლოო გამარჯვება 6 რაუნდიან მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლაში. მინდა მიულოცო ირაკლი ალანიძეს ეს წარმატება და ველით მისგანაც სამავლოდ კიდევ უფრო დიდ წარმატებებს. კიდევ ერთი 6 რაუნდიანი ბრძოლა, რომელიც ჩვენ ამ ღონისძიებაზე ვიხილეთ, ეს იყო უცხოელი მოკრივეების დაპირისპირება, მოკრივე ისრაელიდან იან ზაკი დაუპირისპირდა უზბეკეთის წარმომადგენელს ფოზილოვს. მინდა ვთქვა, რომ იან ზაკი უკვე აი ამ გამარჯვებით და გაიმარჯვა იან ზაკმა შევიდა ასეულში მსოფლიო რეიტინგში, რაც არის სულ რაღაც 4 ბრძოლა აქვს გამართული ამ ისრაელელ მოკრივეს, რაც არის ძალიან კარგი შედეგი, მართლაც ახალგაზრდა ძალიან პერსპექტიული მოკრივეა, ძალიან ჭკვიანი კრივი აქვს, კარგი ბრძოლის მანერა აქვს, ისეთი რომ თვითონ ბევრ დარტყმებს არიღებს და ასე ვთქვათ, მეტოქეს ბევრ დარტყმებს აყენებს და აქედან გამომდინარე ძალიან ჭკვიანურად იბრძვის. გარდა ამისა,
გამოირჩევა ათლეტურობითაც, იან ზაკი მართლაც დარწმუნებული ვარ ხვალდაზე ევროპულ კრივში თავის სიტყვას იტყვის და სასიამოვნო და სასიხარულოა რომ ეს მოკრევე თავის პირველ ნაბიჯებს პროფესიონალურ კრივის რინგზე დგავს საქართველოში, თბილისში გამართულ ბრძოლებში, უკვე მესამე ბრძოლა გამართა საქართველოში იან ზაკმა. მისი მენეჯერი არის არტურ ზლატოპოლსკი, ძალიან საინტერესო პიროვნება ისრაელის კრივში. ძალიან კარგი კლუბი აქვს, ტაისონ მირელი ბოქსინგ თიმ, აი ესეთი დასახელებით. და მინდა უსურო წარმატებები ამ შესანიშნავ პიროვნებას მთლიანად ისრაელის კლუბის წარმომადგენლებს, იმიტომ რომ ძალიან კარგი სახელი დატოვეს უკვე საქართველოში ამ თავიანთი სტუმრობები, ძალიან კარგ კრივს აჩვენებს იან ზაკი და სასიხარულოა კიდევ ერთი რამე, რომ საქართველოში გამართული საკრივო შოუები, რომელსაც აწყობს საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირი, უკვე არის იმ დონეზე, რომ უცხოელი მოკრევეები ინტერესდებიან და ინტენსიურად ცდილობენ ჩაერთონ აი ამ შოუებში, იყონ მონაწილეები აი ამ დიდი საკრივო ზეიმების, რაც საქართველოში ტარდება და მე მიხარია, რომ აი ესე საერთაშორისო დონეზეც უკვე ქართულმა კრივმა და ქართულმა საკრივო შოუებმა გაიქვა სახელი. საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის ძალიან აქტიური და კარგი მუშაობა შედეგებს იღებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ერთ-ერთი ავტორიტეტული ორგანიზაციაა საქართველოს პროფესიონალური კრივის მასშტაბი, საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირი ევროპის მასშტაბით. მოგეხსენებათ, ჩვენ უმასპინძლეთ თბილისში ევროპის კრივის კავშირის გენერალურ ასამბლეასაც იყო გადამზადებები WBC-ის მიერ ქართველი მსაჯების, იყო არაერთი ერთობლივი პროექტი და რამაც საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის ავტორიტეტი ერთიორად გაზარდა საერთაშორისო წრეებში, შეუძინა ძალიან ბევრი მეგობარი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არის მისი პრეზიდენტის ბატონ გიორგი კანდელაკის ძალიან დიდი დამსახურება, მისი პირადი ავტორიტეტის ძალიან დიდი დამსახურება და დარწმუნებული ვარ, რომ აი ეს დაწყებული საქმეები სწორედ აი ამ ტემპით და ამ ხარისხით შესაბამისად გაგრძელდება სტაბილურად, საომავლოდაც ისევ და ისევ მხოლოდ ქართული კრივის სასიკეთოდ და მე ამ ბრძოლაზე ტყუილად არ ვთქვი, მართლაც საინტერესოა იყო, რომ აი ამ კავშირების შედეგად არის, რომ ქართული კრივის შოუების დონე, ხარისხი იწევა, იმაღლებს და მთელ მსოფლიოში იძენს დამატებით ავტორიტეტს ქართული კრივი. რაც დარწმუნებული ვარ, სწორედ აი ასევე გაგრძელდება. კიდევ ერთი საინტერესო ბრძოლა ჩვენ ნახეთ 76 კილოგრამ წონით კატეგორიაში და მე ვიტყვი, რომ ეს იყო ერთ-ერთი მართლაც გამორჩეული ბრძოლა მთელი ამ საღამოს განმავლობაში. თავად შეიძლება ითქვას, რომ ამ ბრძოლაში მონაწილე მოკრევეებმა დადესული და გული აბსოლუტურად ყველაფერი რინგზე, გვაჩვენეს შოუ, გვაჩვენეს ბრძოლა, გვაჩვენეს თავდადება, გვაჩვენეს ხასიათი, გვაჩვენეს ქარიზმა, აიყოლიეს მაყურებელი და ყველაფერი ის ჩვენ ვნახეთ რინგზე, რაც აი ასე უყვარს ზოგადად კრივის კომაკს და ამიტომ ყველას ურჩევ ეს ბრძოლაც აუცილებლად ნახო. მე ვსაუბრობ ნოდა რობაქიძესა და დავით ბადურაშვილზე. იყვნენ სკეპტიკოსები, ვისაც ეგონა, რომ დავით ბადურაშვილი შესაბამის დონეს ვერ აჩვენებდა რინგზე, თუმცა ყველაფერი მოხდა პირიქით. შესანიშნავი ბრძოლა გამართა თბილისელმა მებრძოლმა. მე ვიცოდი, რომ ბადურაშვილი ძალიან განსხვავებული მოტივაციით იყო რინგზე გასული. მე ვიცოდი, რომ ის აბსოლუტურად სულსა და გულს ჩადებდა ძალიან გამოცდილი უსერიოზულესი მეტოქის წინააღმდეგ. ნოდა რობაქიძე არის მოკრევე ბორჯომიდან, რომელიც მართლაც მთლიან ქართულ პროფესიონალურ კრივში გამოირჩევა როგორც თავისი გამოცდილებით, ისე თავისი მიღწეული შედეგებით, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. თავის დროზე არის საქართველოს საჩემპიონო ქამრის მფლობელიც, უცხოეთში აქვს ჩატარებული უამრავი ორთაბრძოლა, გასვლითი ორთაბრძოლები ძირითადად და უამრავ მათგანში აქვს წამოღებული ძალიან გასახარი გამარჯვებები. ფაქტიურად ევროპაში არ არსებობს არც ერთი უძლიერესი მოკრევე, ვისთანაც ნოდა რობაქიძე თავის წონაში არ დამდგარა, არ უომია და ვისაც ნოდა რობაქიძის მუშტი არ აქვს გასინჯული, რაც აბსოლუტურად დასაფასებელია. შეიძლება ქართული კრივის კომაკი ხშირ შემთხვევაში არ იცნობს ხოლმე უცხოეთში, ვინც იღებს თავის ბრძოლებს და აღწევს წარმატებებს, არ აქვს საშუალება, რომ ნახონ მათი ორთაბრძოლები საქართველოში, თუმცა მინდა გითხრათ, რომ დიახ, ჩვენ გვყავს საქართველოში ერთ-ერთი მართლაც გამორჩეული მოკრევე, ბორჯომელი ნოდა რობაქიძე, რომელიც მთელი ევროპის მასშტაბით ნამდვილად ითვლება დღემდე ერთ-ერთ ანგარიშგასაწევ
არის გასაწევ სპორტსმენა თავის წონით დივიზიონში და სწორედ აი ამ ნოდა რობაქიძის წინააღმდეგ ვიხილეთ დავით ბადურაშვილის შერკინება. საოცარი ბრძოლა იყო თავისი ემოციებით, თავისი შოუ ბოათინგი, ერთგვარი შოუს ელემენტებით. არ დააკლო არც ერთმა მოკრევემ, ძალიან კარგი დაპირისპირება ვნახეთ, ნამდვილი ომი და ამ ბრძოლაში გამარჯვება დარჩა სწორედ რობაქიძეს, თუმცა ნამდვილად თავისი ვაჟკაცური ბრძოლისთვის, თავის სანახაობრისთვის, თავის ქარიზმისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო დავით ბადურაშვილს და კვლავ ველით მას რინგზე ახალ-ახალი გამოწვევების დასაპყრობად და ქართული კრივის კომაგისთვის საკუთარი თავის დასამახსოვრებლად ნამდვილად შეუძლია ეს ყველაფერი ამოკრევეს და მინდა უსურვო წარმატებები. ისევე როგორც ნოდა რობაქიძეს, რომელიც დარწმუნებული ვარ, არ გაჩერდება არც ერთი წამით და მხოლოდ ახალ გამოწვევებს დაელოდება. კიდევ ერთი გამორჩეული ბრძოლა ჩვენ ვნახეთ ოთარ ნავერიანსა და ბადრი გოგიჩაშვილის შორის. ეს ორი მოკრევე ნამდვილად ჩემთვის არის ორივე გამორჩეული. ბადრი გოგიჩაშვილი არის ძალიან გამოცდილი პროფესიონალურ კრივში, რაც შეეხება ოთარ ნავერიანს სამოყვარულო კრივში აქვს უსერიოზულესი გამოცდილება, საქართველოს არაერთგზის ჩემპიონია, ნაკრების წევრი თავის დროზე, ტურნირების საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული და შემდეგ ძალიან ძლიერი და ძალიან მაგარი მოკრევია ოთარ ნავერიანი, რომელმაც სულ ახლახანს დაიწყო პროფესიონალური კარიერა, პროფესიონალური კრივის რინგზე გავიდა, პირველი ბრძოლაც ძალიან გამოცდილ მეტოქესთან ჩაატარა და გამარჯვებით დაამთავრა. თუმცა ვადაზე ადრე, რაც შეეხება აი ამ ბრძოლას, მე ველოდი აქ ძალიან კარგ დაპირისპირებას, გამომდინარე იქიდან, რომ კარგად ვიცი ბადრი გოგიჩაშვილის შესაძლებლობებიც. ერთ-ერთი გამორჩეული მოკრევია წლების განმავლობაში ბადრი გოგიჩაშვილი ქართულ პროფესიონალურ კრივში. დიდი ხანია დგას რინგზე, ფაქტიურად ბავშვობიდან. სხვადასხვა საბრძოლო სახეობებშიც აქვს მიღებული გამოცდილება, თუმცა მე ვიცი ეს მოკრევე რა დონის მოკრევია, როგორი შემართების მოკრევია, როგორი ხასიათის მოკრევია და ველოდი ყველაფერი მას რაც მოხდა რინგზე, მართლაც საოცარი დაპირისპირება, საოცარი ბრძოლა ვიხილეთ, ემოციებით სავსე, დამუხტული ბრძოლა, ნამდვილი ომი. უნდა ითქვას, რომ ეს ამ ბრძოლამდე მოკრევებმა ჩააბარეს 85 კილოგრამი და ორივესთვის, როგორც ბადრისთვის, ისე ოთარისთვის 85 თავისი წარსული კარიერიდან გამომდინარე ცოტა არ იყოს მაღალი წონა. ოთარ ნავერიანი გაცილებით დაბალ წონებში ასპარეზობდა, ისევე როგორც ბადრი გოგიჩაშვილი პროფესიონალურ კრივის რინგზე, ჩვენ გვახსოვს საშუალო წონაში, სუპერ საშუალო, ქვემძიმე წონაში ბოლოს, მაგრამ 85 არასოდეს არ ჩაუბარებია. ეს გარკვეულ ინტრიგას ტოვებდა, ვინ როგორ ადაპტირდებოდა აი ამ წონასთან. და მართლაც გამოჩნდა, რომ ძალიან ძლიერი დარტყმები ჰქონდათ უკვე ამ წონაში მეტოქეებს, საოცარი და დაძაბული დაპირისპირება ვიხილეთ ყველანაირად. ფაქტიურად აი ძალიან ახლო ბრძოლა იყო ნამდვილად ისეთი, სადაც არც ერთი შედეგი არ იქნებოდა გასაკვირი, თუმცა მსაჯთა გადაწყვეტილებით უპირატესობა მიენიჭა ოთარ ნავერიანს, უფრო გაცილებით უფრო მეტი ზუსტი დარტყმების ხარჯზე, თუმცა მე რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, ბრძოლის შემდეგ გოგიჩაშვილის გუნდის წევრებს ჰქონდათ კითხვები და საბოლოო შედეგთან დაკავშირებით, ყოველ შემთხვევაში ეს ამ ბრძოლის რევანშიც თუ შედგება, მე პირადად არ ვიცი, არც ერთ მხარესთან არ მისაუბრია ამ საკითხზე, პირად აზრს გამოვხატავდა ქართული კრივის კომაგის აზრს, რომ სარევანშო ბრძოლას თუ უნახავთ აი ამ დაპირისპირებაში, ამით მხოლოდ მოიგებს ქართული კრივის კომაგი და მადლობა მინდა უთხრა ოთარ ნავერიანს, ისევე როგორც ბადრი გოგიჩაშვილს, მართლაც აი ამ საოცარი ბრძოლისთვის, საოცარი თავდადებისთვის, იმ ყველაფრისთვის, რასაც ასე ითხოვს კრივის კომაგი, რაც მოწონს, რაც სიამოვნებს, ეს ყველაფერი რინგზე იყო. იყო იქ ემოციების მოძალებაც გარკვეულ პერიოდში, მაგრამ ეს იყო მხოლოდ აი ამ დაუოკებელი სურვილით გამარჯვების. ბრძოლის მერე ბიჭებმა დარწმუნებული ვარ, ძალიან ღირსეულად მიიღეს შედეგი, როგორც ერთმა, ისევე მეორემ და ორივეს მიმართ მინდა გამოვხატო ძალიან დიდი პატივისცემა. ოთარ ნავერიანი პროფესიონალურ კრივის რინგზე ძალიან ბევრს მიაღწევს, დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი ყურადღებით ვაკვირდები მე პირადად ამ მოკრივეს, იმიტომ რომ აქვს ყველა მონაცემი საამისოდ და ველით მხოლოდ ძალიან დიდ მიზნებს ოთარ ნავერიანისგან, ისევე როგორც ბადრი გოგიჩაშვილისგან, რომელიც როგორც უკვე ვთქვი, ძალიან გამოცდილია, ძალიან ბევრი ბრძოლა გაუმართავს, ძალიან დიდი ხანია პროფესიონალურ კრივის რინგზე დგას. მიუხედავად იმისა, რომ ასაკით არ არის ძალიან დიდი და მინდა უსურვო ძალიან დიდი წარმატებები ბადრისაც, კიდევ ბევრჯერ უნდა გაგვახაროს თავისი
წარმატებებით როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. კიდევ ერთი საინტერესო ბრძოლა, სადაც მე ველოდი, რომელსაც მე ველოდი ძალიან დიდი ინტერესით, იყო 72 კილოგრამ წონით კატეგორიაში. გიორგი მჭედლიშვილი, ქარელელი მოკრივე, თორნიკე ილაშვილის ახალგაზრდა გურჯაანელი მეტოქის წინააღმდეგ. უნდა ითქვას, რომ ორივე ეს მეტოქი საკმაოდ ახალგაზრდები არიან, თუმცა მჭედლიშვილს უკვე აქვს აკრეფილი საკმაოდ გამოცდილება და ის არის ერთ-ერთი იმ იშვიათ მოკრივეთაგანი, რომელიც ბრძოლაზე არასოდეს არ ამბობს უარს, პირიქით და ითხოვს და ეძებს მხოლოდ უძლიერეს მეტოქებს. აი ეს გამოარჩევს გიორგი მჭედლიშვილს ძალზე საინტერესოა, იმიტომ ხშირ შემთხვევაში არიან ხოლმე მოკრივეები, რომლებიც თუ თვლიან, რომ მეტოქე ძლიერია, ცდილობენ თავი აარიდონ, მაგრამ არა გიორგი მჭედლიშვილი. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ გამოირჩევა ამ კუთხით, ითხოვს მხოლოდ უძლიერესებს, მხოლოდ საუკეთესოებს, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ და მინდა ვთქვა, რომ გამოირჩევა, იმიტომ რომ საზღვარგარეთიდან აქვს ძალიან მაგარი ერთი მეორეზე უკეთესი გამარჯვებები წამოღებული, დადებითი შედეგები წამოღებული. გასულ წელს მისი ნოკაუტი შვეიცარიაში დასახელდა საქართველოს წლის საუკეთესო ნოკაუტად, ადგილობრივი დაუმარცხებელი მეტოქის წინააღმდეგ. აქვს უძლიერესი დარტყმა, სულ რაღაც ორი ბრძოლა ჰქონდა აქამდე საქართველოში ჩატარებული, დანარჩენი ბრძოლები ყველა საზღვარგარეთ გასვლითი ბრძოლები და აი ამ გასვლითი ბრძოლებიდან ჰქონდა წამოღებული გიორგი მჭედლიშვილის საუკეთესო შედეგები. უნდა ითქვას, რომ გიორგი მჭედლიშვილი ძალიან ფიზიკურად ძლიერი მოკრივეა, ძალიან კარგი ხასიათის, სპორტული ხასიათის, ძალიან კარგი სპორტსმენია. და მე დარწმუნებული ვარ ამ მოკრივეს აი ამ თავის ხასიათით, თავის შემართებით ძალიან ბევრის მიღწევა შეუძლია. რაც შეეხება ილაშვილს, წელს დაიწყო ასპარეზობა პროფესიონალურ კრივის რინგზე თორნიკე ილაშვილმა. გურჯაანში მისი მწვრთნელები არიან გურამ ჭანყოშვილი და ოთარ მამულაშვილი. ძალიან გამორჩეული კრივის კლუბი აქვთ, ვეჯინის კრივის კლუბი, რამდენადაც მე ვიცი. და ძალიან კარგი პიროვნებები არიან თვითონ მწვრთნელები. რაც შეეხება ილაშვილს, ფიზიკურად ძალიან ძლიერი სპორტული აღნაგობის მოკრივეა და ისიც იმ მოკრივეთაგანია, რომელიც მხოლოდ არასოდეს ბრძოლას არ გაურბის, ნამდვილი მებრძოლია და ველოდი აი ამ დაპირისპირებაში და მაინტერესდებოდა რა მოხდებოდა, ვინ გაიმარჯვებდა, თუმცა სამწუხარო ფაქტი მოხდა, მოკრივეები მიიღეს ტრავმა, თავებით შეეჯახნენ ერთმანეთს. პირველივე რაუნდში და ბრძოლის შედეგად ტექნიკური ფრედა ფიქსირდა, ვეღარ გაგრძელეს ექიმის გადაწყვეტილებით ბრძოლის გაგრძელება აღარ შეიძლებოდა და ამ ბრძოლის შედეგად დაფიქსირდა ფრე. თუმცა იმედი მაქვს, რომ საომალოდ აი ამ მოკრივეების დაპირისპირებას ქართული კრივის კომაგი იხილა. კიდევ ერთი ბორჯომელი მოკრივე, ნოდა რობაქიძის ძმა დავით რობაქიძე ვიხილეთ რინგზე, ასევე ძალიან გამოცდილი გორელი მოკრივის ანზორ გამგებელის წინააღმდეგ. ძალიან ბევრს ველოდი მე პირადად ამ ბრძოლიდანაც გამომდინარე იქიდან, რომ ანზორ გამგებელი ძალიან დიდი ხანია, რაც რინგზე დგას, ძალიან გამოცდილი, ბევრის მნახველი მოკრივეა, ძალიან კარგი მოკრივეა, ძალიან კარგი მებრძოლია. ისიც მარტო არ არის წარმოდგენილი, ასევე მისი ძმა ნუკრი გამგებელი, ასევე ერთ-ერთი გამორჩეული მოკრივეა პროფესიონალურ კრივის რინგზე და სწორედ ანზორ გამგებელი დაუპირისპირდა ბორჯომელ დავით რობაქიძეს. დავით რობაქიძე არის ძალიან ტექნიკური მოკრივე, ძალიან ლამაზი კრივი აქვს, კარგი სანახაობრივი, ჩამოყალიბებული საკრივო მონაცემები აქვს, ასე ვთქვათ, შესაძლებლობები, უნარები განვითარებული და მართლაც საოცარი და ძალიან კარგი დაპირისპირება შედგა ანზორ გამგებელსა და დავით რობაქიძეს შორისაც. უნდა ითქვას, რომ რობაქიძემ ძალიან კარგი კრივი აჩვენა, მიუხედავად გამგებელის ძალიან ინტენსიური წინააღმდეგობისა, შეძლო მეტოქე ნოკდაუნშიც გაუშვა. ამის მიუხედავად გამგებელმა მოიკრიბა ძალები და უფრო მეტად შეუტია, ძალიან ვაჟკაცური სული გამოავლინა რინგზე, თუმცა რობაქიძემ შეძლო და აი ამ ბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა. ბორჯომის კრივის კლუბის აღზრდილი კიდევ ერთი მოკრივე ვნახეთ 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ბესიკ შარვაძე, რომელიც მეორე ბრძოლას მართავდა პროფესიონალური კრივის რინგზე. უნდა ითქვას, რომ ბორჯომში ყოველთვის ვიმეორებდა კვლავ ვიტყვი, ერთ-ერთი გამორჩეული კრივის სკოლა, სადაც ძალიან კარგი პროფესიონალი მოკრივეები მოდიან. წლების განმავლობაში ჩვენ გვახსოვს არაერთი ბორჯომელი მოკრივე საქართველოში პროფესიონალურ კრივის რინგზე, დავიწყებ კახა ავეტისიანით, მერაბ გუკასიანით, ჯაბა შალუტაშვილი, დავით რიბაკონი,
და სწორედ ერთ-ერთი ნოდა რობაქიძე, ახლა უკვე დავით რობაქიძე, უჩა გოგალაძე ვნახეთ ჩვენ წინა ბრძოლებში და აი ბესიკ შარვაძე 56 კილოგრამი წონით კატეგორიის მოკრივე, ძალიან სხარტი, ძალიან კარგი ხასიათით, საბრძოლო ხასიათით, მონდომებული, აი ესეთი ახალი თაობის მოკრივე, რომლებიც ცდილობენ იმუშაონ მაყურებლებზეც, კარგად წარმოჩინდნენ, კარგად წარმოაჩინონ საკუთარი თავი რინგზე, აქცევენ ყურადღებას დეტალებს და ცდილობენ რომ კარგ სპორტულ ფორმაში იყვნენ. შარვაძის წინააღმდეგ კი ჩვენ ვიხილეთ დებიუტანტი მოკრივე ბექა ჭინჭარაული, რომელიც წარმოადგენს გუდიანის გუნდს. გუდიანი მოგეხსენებათ გამოცდილი პროფესიონალი მოკრივე ლევან ციკლაურია, რომელმაც სულ ახლახან საქართველოს კამარზე იბრძოლა და ერთ-ერთი გამორჩეული პიროვნებაა ზოგადად ქართულ სპორტში, ქართულ კრივში. სწორედ ლევან ციკლაურმა მოამზადა და გამოიყვანა რინგზე ბექა ჭინჭარაული. უნდა ითქვას, რომ ძალიან დიდი სხვაობა იყო ამ ორ მოკრივეს შორის სიმაღლეში, ჭინჭარაული სასარგებლოდ თუ რომ ერთი შეხედვით ჭინჭარაული ჩანდა ძალიან ათლეტური, მაღალი გაცილებით, თუმცა ბესიკ შარვაძის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ საოცარი სრული გამოავლინა, ძალიან მაგრად იბრძოლა, აბსოლუტურად შეუზღუდა სივრცეები, სულ ახლოდან უძლიერეს დარტყმები გაუტარა და შეძლო შარვაძემ ჭინჭარაულის დამარცხება აი ამ ბრძოლაში. ერთ-ერთი ნამდვილი ომი, რაც შეიძლება უწოდოთ ამ დაპირისპირებებს ჩვენ ვნახეთ ბრძოლაში, რომელიც შედგა 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში. გამოცდილი ახალციხელი მოკრივე შოთა ჯვარიძე რინგზე გავიდა რუსთაველი დავით ბერიძის წინააღმდეგ და აი ეს იყო ბრძოლა, რომელსაც აბსოლუტურად ერთი წუთი თვალს ვერ მოწყვეტი, გამომდინარე იქიდან, რომ მოკრივეებმა ფაქტიურად ყოველგვარ დაცვაზე უარი თქვეს და საშინელი ძალით უშენდნენ სახეში ერთმანეთს მუშტებს. ეს იყო აი ბრძოლის შინაარს თავიდან ბოლომდე უძლიერეს დარტყმები გააუტარეს ერთმანეთს, როგორც ერთმა, ისე მეორე მოკრივემ და უძლიერეს დარტყმებს გაუძლეს, ძალიან ვაჟკაცური სული გამოავლინეს ორივე მათგანმა. უნდა ითქვას, რომ შოთა ჯვარიძე გაცილებით უფრო გამოცდილია, ძალიან დიდი ხანია პროფესიონალური კრივის რინგზე დგას, უბრძოლია საზღვარგარეთ, უბრძოლია საქართველოში და ძალიან კარგი შემართებით იყო გასული რინგზე. რაც შეეხება ბერიძეს, რუსთაველი მოკრივე, რომლის მწვრთნელი გახლავთ შალვა მამაცაშვილი, წელს გამოჩნდა პროფესიონალური კრივის რინგზე, გასულ წელს გამოჩნდა უბრალოდ პროფესიონალური კრივის რინგზე, წელს უკვე მეორე ბრძოლა გამართა და მართლაც ჩანს ამ ბიჭში ის თავისი ვაჟკაცური ხასიათი, ძალიან დიდი შემართება, ძალიან დიდი გამძლეობა, მონდომება და მინდა უსურვო დავით ბერიძეს ძალიან ბევრი წარმატებები, რაც შეეხება ბრძოლის შედეგს, ამ დაძაბულ მართლაც ძალიან ახლო ბრძოლაში ვფიქრობ, საჯიმა ობიექტური გადაწყვეტილება მიიღეს და საბოლოოდ ბრძოლის შედეგად დაფიქსირდა ფრე. ვეტერანი გორელი მოკრივე ვლადიმერ ჯანეზაშვილი ვიხილეთ სარევანშო ბრძოლაში მცხეთელი რომან გადიმოვის წინააღმდეგ. ჯანეზაშვილი ძალიან გამოცდილია, ბევრის მნახველი მოკრივეა და წარმატებული მწვრთნელია. ამჯერად რომან გადიმოვი უფრო ახალგაზრდაა. მათ შორის გასულ წელს შედგა უკვე ერთი ბრძოლა, რომელშიც ჯანეზაშვილმა გაიმარჯვა, ეს უკვე სარევანშო ბრძოლა იყო. თუმცა ამ შემთხვევაშიც ვლადიმერ ჯანეზაშვილმა საკმაოდ კარგად იასპარეზა, ჭკვიანურად იასპარეზა და ვადაზე ადრე შეძლო თავისი ვიზავის დამარცხება. ძალზე საინტერესო იყო კიდევ ერთი დაუმარცხებელი მოკრივის ახალგაზრდა ლაშა კერესელიძის ხილვა პროფესიონალური კრივის რინგზე კვლავ. ლაშა კერესელიძე სულ ახლახან შედგა ფეხი პირველად საქართველოში პროფესიონალური კრივის რინგზე და დაიწყო თავისი კარიერა 2025 წლიდან. თუმცა უკვე მეოთხე ბრძოლა გამართა ყველა წარმატებით, ყველა მოგებით და აი ასევე აგრძელებს თავის კარიერას. უმსუბუქეს წონაში ლაშა კერესელიძე მართლაც გამორჩეული მოკრივეა, საქართველოს ნაკრების წევრიც არის და ძალიან ბევრი შეუძლია, მე ვფიქრობ, პროფესიონალური კრივის რინგზეც ვარიანელ მოკრივის წინააღმდეგ ამჯერად ჩვენ ვიხილეთ გორელი ნიკა სანებლიძე. ძალიან კარგად დაიწყო სანებლიძემ ორთაბრძოლა, ძალიან კარგად ედგა თავის ვიზავის, თუმცა ლაშა კერესელიძემ შეძლო თავიდანვე სიტუაციის გაკონტროლება, სიტუაციაზე კონტროლის მოპოვება, ინტენსიურად შეუტია მეტოქეს და ვადაზე ადრე შეძლო ნიკა სანებლიძის დამარცხება. ლაშა კერესელიძეს რაც შეეხება,
მართლაც ერთ-ერთი ყველაზე უფრო პერსპექტიული მებრძოლია დღესდღეობით პროფესიონალურ კრივის რინგზე, ველით მის პროგრესს, მის განვითარებას და სამომავლოდ ძალიან ბევრს უნდა ელოდოს მისგან ქართული კრივის კომაკი. საინტერესო ბრძოლა შედგა 76 კილოგრამ წონით კატეგორიაში, გამოცდილი ფრიდონ ყაყიტაშვილი გორელი მოკრივე ვიხილეთ დებიუტანტი მარნეულელი მებრძოლის გიორგი ბოჭოიძის წინააღმდეგ. უნდა ითქვას, რომ მარნეულიდან კრივის კლუბ ერთობიდან პირველად მიიღეს მონაწილეობა პროფესიონალურ კრივის რინგზე მებრძოლებმა. დავით ტაბატაძე იყო სეკუნდანტი და მწვრთნელი აი ამ მებრძოლების და პირველი რინგზე სწორედ გიორგი ბოჭოიძე ვიხილეთ. ახალგაზრდა დებიუტანტი მებრძოლი, რომელსაც აშკარად აქვს ფიზიკური მონაცემები, აშკარად აქვს ხასიათი, თუმცა როგორც აი ამ ბრძოლამ აჩვენა გამოცდილი ყაყიტაშვილის წინააღმდეგ, ბოჭოიძეს აკლია გამოცდილება. ყაყიტაშვილის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ გარკვეული პაუზის მერე დაბრუნდა რინგზე. მართალია ძალიან ბევრი ბრძოლა არ აქვს ყაყიტაშვილს, თუმცა საკმაოდ დიდი ხანია, საკმაოდ დიდი პაუზების შემდეგ ატარებდა ხოლმე ბრძოლებს და ფაქტურად წლებია პროფესიონალური კრივის რინგზე დგას. გამოცდილება საკმაოდ აქვს აქედან გამომდინარე და უნდა ითქვას, რომ ძალიან ჭკვიანურად, ძალიან თავდაჯერებულად, ძალიან კარგად წარმართა მთელი ორთაბრძოლა, ფაქტურად კითხვის ნიშნები არ დაუტოვებია. ისეთი კრივი აჩვენა ფრიდონ ყაყიტაშვილმა, კარგათაც მოძრაობდა, უზუსტესი დარტყმები ჰქონდა, ძალიან კარგი დარტყმები გაუტარა წინა ხელით, მარჯვენა ხელით და აი ამ მოძრაობაში მიუხედავად იმისა, რომ ბოჭოიძე მუდმივად ცდილობდა წინე არა იერიშზე წასულიყო, ყაყიტაშვილი ძალიან კარგად პასუხობდა და ფაქტიურად ყოველგვარი კითხვის ნიშნის გარეშე შეძლო აი ამ ბრძოლაში გამარჯვება. რაც შეეხება ბოჭოიძეს, უნდა ითქვას, რომ გამოჩნდა, რომ ამბიც აქვს ხასიათი, მონდომება და დანარჩენი უკვე მასზეა დამოკიდებული ველით მისგანაც საომავლოდ განვითარებას და უფრო უკეთესი შედეგების ჩვენებას. რაც შეეხება მეორე მოკრივეს მარნეულის წარმომადგენელს კრივის სკოლა ერთობიდან, ეს იყო ასევე დებიუტანტი შალვა ლალიაშვილი, რომელიც 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში გურჯაანელ ოთარ ჩახვაშვილს შეერკინა. ოთარ ჩახვაშვილი გაცილებით გამოცდილია, ნამდვილად ძალიან კარგი მებრძოლია და აი ამ ბრძოლაშიც აჩვენა ჩახვაშვილმა თავისი კლასი, მართლაც კლასის ხარჯზე ძალიან კარგად, ძალიან კარგი საკრივო ინტელექტით, ძალიან კარგი საკრივო მოძრაობებით შეძლო ვიზავის დამარცხება ვადაზე ადრე. უნდა ითქვას, რომ ოთარ ჩახვაშვილი აშკარაა, რომ შედის კარგ ფორმაში და ის ერთ-ერთი ის მოკრივეა, რომელსაც უახლოეს პერიოდში თავის წონაში შეუძლია იბრძოლოს ნამდვილად ლიდერობისთვის და თუნდაც მომავალ წელს საქართველოს ჩემპიონის ქამრისათვის. გამომდინარე იქიდან, რომ მართლაც ძალიან კარგ კრივს აჩვენებს, გამოირჩევა საკრივო ინტელექტით, IQ-ით, საკრივო უნარებით, შესაძლებლობებით, მოძრაობით რინგზე, ლამაზი კრივი აქვს, კარგი სპორტული ხასიათი აქვს, დიდი შემართება აქვს, ვაჟკაცურად იბრძვის ყოველთვის და ყველანაირი შესაძლებლობა აქვს იმის, რომ არ გაჩერდეს, გააგრძელოს თავისი მზადება იმ ტემპით, როგორც ემზადება, კიდევ უფრო მოუმატოს და მხოლოდ უმაღლესი შედეგები დადოს. მინდა უსურვო წარმატებები ოთარ ჩახვაშვილს, დარწმუნებული ვარ, ამ გურჯაანელი მოკრივის სახელს კიდევ ბევრჯერ გაიგებს ქართული კრივის კომაგი, მხოლოდ დადებით კონტექსტში. 76 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩვენ ვიხილეთ გორელი თორნიკე ციკლაურის და თბილისელი გოგა ციკოლიას დაპირისპირება. ციკლაური ყველასათვის კარგად ნაცნობი მოკრივეა, ვინც ქართულ საბრძოლო ხელოვნებას თვალსადევნებს, სხვადასხვა სპორტის სახეობებს, გამოირჩევა თავისი ეპატაჟურობით, თავისი დამოკიდებულებით გულშემატკივრის მიმართ, თავისი იქცევს ყურადღებას ყოველთვის ეს მებრძოლი და კიდევ ერთი რაც გამოარჩევს, ეს არის ის, რომ არასოდეს არც ერთ მეტოქეს თორნიკე ციკლაური არ უშინდება. რაც შეეხება გოგა ციკოლიას, საკმაოდ გამოცდილი მოკრივეა, კრივის კლუბ და ზოგადად საბრძოლო ხელოვნების კლუბ მემეტეს წარმომადგენელი, მწვრთნელი ედიშერ გოგია, ძალიან კარგად ამზადებს. გოგა არის ფაქტიურად კრივზე შეყვარებული პიროვნება და აი ახლაც მორიგი ბრძოლა გამართა, საკმაოდ კარგი კრივი აქვს, დახვეწილი მოქმედებები აქვს ციკოლიას რინგზე და ვადაზე ადრე შეძლო ამ შემთხვევაში თორნიკე ციკლაურის დამარცხება თბილისელმა მოკრივემ. და კიდევ ერთი ბრძოლა, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, ეს იყო არიანელი ამირან აბულაძე, გამოცდილი მოკრივე, დებიუტანტი დავით მუშკუდიანის წინააღმდეგ. დავით მუშკუდიანი წარმოადგენს მესტიას, თუმცა ამავდროულად ემზადება
გუდიანის გუნდში, ლევან ციკლაურის გუნდში თბილისში, სწორედ ლევან ციკლაურმა გამოიყვანა შალვა ალთანდილაშვილთან ერთად მუშკუდიანი რინგზე. სამწუხაროდ აბულაძემ ზურგის ტრავმა მიიღო ამ ბრძოლაში და დიდხანს ჩვენ ბრძოლას ვერ უყურეთ, თუმცა მუშკუდიანს აშკარად შეემჩნა, რომ ის ხელწამოსაკრავი მეტოქე არავისთვის არ იქნება მოძრაობებზე, ემჩნევა, რომ ბევრი შეუძლია აი ამ მოკრივეს. პირადად მე დაველოდები სამომავლოდ მომავალ ბრძოლებში, რაც წარმოადგენს იგი რინგზე, დარწმუნებული ვარ, ლევან ციკლაური მას სათანადო დარიგებებს არ მოაკლებს და ველით მხოლოდ საუკეთესო ბრძოლებში, საუკეთესო შედეგებით აი ამ დებიუტანტ მოკრივეს, რომლის დებიუტიც გამარჯვებით აღინიშნა და მინდა უსურვო წარმატებები როგორც მას, ასევე რა თქმა უნდა ამირან აბულაძეს, რომლის შესაძლებლობების ბოლომდე ხილვის შანსი არ მოგვეცა სამწუხაროდ მისი ზურგი. აი ასეთი იყო ძირითადი წყვილები აი ამ ღონისძიებაზე. მართლაც საოცარი შოუ ჩატარდა თბილისში საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის მიერ. ქართული კრივი წინ მიდის, ქართული პროფესიონალური კრივი ახალ სიმაღლეებს იპყრობს. წინ დაგეგმილია კიდევ ძალიან ბევრი და კარგი პროექტები, თუმცა კიდევ უნდა გითხრათ მეორე შოუს შესახებაც, მოკლედ რომელიც ჩატარდა წნორში, სულ რაღაც 2 დღის შემდეგ, უკვე 28 სექტემბერს წნორში შედგა მორიგი საკრივო შოუ და საქართველოს ჩემპიონის ქამრის გათამაშება. მოგეხსენებათ 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონის ქამარს ფლობს წნორელი გელა თეგაშვილი, კრივის კლუბ გლების წარმომადგენელია გელაც და სწორედ ქამრის დაცვა შედგა ამჯერად მის მშობლიურ მხარეში. უნდა ითქვას, რომ წნორის ღონისძიებები ყოველთვის გამოირჩევა საოცარი მუხტით, ატმოსფეროთი, ხალხმრავლობით. დიდი მადლობა ეკუთვნის სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიას, რომელიც გვერდში უდგას სპორტს, გვერდში უდგას კრივს, ქართულ პროფესიონალურ კრივს და აგერ უკვე მესამედ ჩატარდა წნორში ძალიან საინტერესო ღონისძიება, დიდი საკრივო შოუ პროფესიონალური კრივის და ისევე როგორც წინა ორ შემთხვევაში ამჯერადაც აბსოლუტურად გაამართლა იმედები ამ საკრივო შოუმაც. წინა შემთხვევაში თუ წნორის ახალგახსნილ პარკში ტარდებოდა ხოლმე ღია სივრცეში ბრძოლები, ამჯერად წნორის ახალგახსნილ სპორტულ დარბაზში ჩატარდა ორთაბრძოლები. მისასალმებელია, რომ აი ასეთი ინფრასტრუქტურა იქმნება რეგიონებში, როგორც წნორის ახალი დარბაზია. მართლაც ძალიან სუპერ თანამედროვე დარბაზი შეემატა მთლიანად საქართველოს, ქიზიყს, წნორს, კახეთს და სწორედ აი ამ დარბაზში შედგა ორთაბრძოლებიც. ძალიან კარგი შოუ იყო, რაც შეეხება გელა თეგაშვილს, მის წინააღმდეგ ჩვენ ვიხილეთ გამოცდილი გორელი მოკრივე გიორგი ქიტიაშვილი, თუმცა საკუთარი გულშემატკივრით გამხნევებულმა გელა თეგაშვილმა ძალიან ინტენსიურად დაიწყო ბრძოლა, ძალიან ინტენსიურად შეუტია მეტოქეს და ვადაზე ადრე შეძლო მისი დამარცხება. ქამარი დაიტოვა წნორში განახლებული დიზაინით, საოცრად ლამაზი ქამარი აქვს საქართველოს ჩემპიონის ქამარი გელა თეგაშვილს. გელაც ერთ-ერთი წარმატებული მოკრივეა და უნდა ითქვას, რომ კიდევ და კიდევ აღინიშნოს აუცილებლად კრივის კლუბ გლების დამფუძნებელსა და მთავარი მწვრთნელის ბატონი მიხეილ ბაკაშვილის ღვაწლი, როგორც თავისი სპორტსმენების წარმატებაში, ისე უშუალოდ აი ამ ღონისძიების გამართვაში, ვისი ინიციატივაც იყო ზოგადად წნორში დაფუძნება უკვე აი ამ და ტრადიციად ქცევა პროფესიონალური საკრივო შოუების, რომელიც აიტაცა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიამ და საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირმა და აი ასე უკვე ერთ-ერთი ძალიან კარგი საკრივო კერა ჩამოყალიბდა და ვითარდება კახეთში, წნორში და აი ეს შოუები ძალიან დიდ როლს თამაშობს სამომავლოდ სპორტით დაინტერესებაში ადგილობრივი ახალგაზრდების, ისევე როგორც წნორს სახელს უთქვამს, როგორც მთელ საქართველოში, ასევე წარმოიდგინეთ მსოფლიოშიც კი. თუნდაც გამომდინარე იქიდან, რომ აი ამ შოუზე ჩვენ ვნახეთ წნორელი მოკრივე, რომელიც დაუბრუნდა, ადგილობრივი მოკრივე დაუბრუნდა საქართველოს უშუალოდ აი ამ ბრძოლისთვის ევროპიდან ჩამოვიდა, რომ აქ მიიღო მონაწილეობა. ეს არის ვაკო საჩეჩელაშვილი, ძალიან კარგი მებრძოლი, კარგი პიროვნება და სწორედ წნორში გამართულ ბრძოლაში მან მიიღო მონაწილეობა მსოფლიოს სარეიტინგო ბრძოლაში. მისი მეტოქე იყო ფოთელი გიორგი ნანავა, ასევე ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი მოკრივე, ფოთის კრივის სკოლა ყველასათვის კარგად არის ცნობილი და არც ნანავა ჩამოუვარდება თანაქალაქელებს თავისი საოცარი
მონდომებით, კარგი საბრძოლო IQ-თი, კარგი უნარებით, შესაძლებლობებით, მონდომებით, უკვე საკმაოდ გამოცდილია გიორგი ნანავა და მართლაც ფიცხელი ბრძოლა შედგა ნანავასა და საჩიჩელაშვილის შორის. დაძაბული ბრძოლა საბოლოოდ დასრულდა ფრედ, თუმცა ძალიან კარგი სანახაობა იყო და ორივე მოკრევეს, როგორც ვაკოს საჩიჩელაშვილს, ასევე ნანავას ეკუთვნის აპლოდისმენტები აი ამ ბრძოლისათვის. კიდევ ერთი ფრევ ნახეთ დებიუტანტ მოკრევეთა დაპირისპირებაში ირაკლი მუხიგულაშვილი გუგა მებონიას წინააღმდეგ დაძაბულობა არც ამ ბრძოლას არ აკლდა ძალიან მეტოქეები ერთმანეთს არაფერს არ უთმობდნენ თუმცა საბოლოოდ ვერც ერთ მხარეს ვერ გადაიხარა სასწორის პინა ასე ვთქვათ და საბოლოოდ ამ ბრძოლაშიც ფრე დაფიქსირდა. გამარჯვება მოიპოვა ვარიანელმა ნიკა ქოქაშვილმა გორელი დავით ბიძინაშვილის წინააღმდეგ დაძაბულ ბრძოლაში თავიდან დაძაბულად დაიწყო ბრძოლა თუმცა მალე შეძლო ქოქაშვილმა უპირატესობის მოპოვება და ვადაზე ადრე დაამარცხა მეტო. და კიდევ ერთი ძალიან გამორჩეული მოკრევე ვნახეთ ქართული კრივის ძალიან გამორჩეული მოკრევე პროფესიონალური კრივის რინგზე კრივის კლუბ გლების წარმომადგენელი გოგა ქავთარაძე დაუპირისპირდა კასპელ ლუკა ბარნოვს მართლაც ქავთარაძე არის ერთ-ერთი ამომავალი ვარსკვლავი ქართული პროფესიონალური კრივის, ჰქონდა ტრავმა, გარკვეული პერიოდი გაუწდა ქავთარაძეს, თუმცა დაბრუნდა საინტერესო ბრძოლით და რა თქმა უნდა გამარჯვებით. გოგა ქავთარაძე ის მოკრევეა, რომელზეც შეიძლება ხვალდაზე დაშენდეს ქართული კრივის მომავალი, გამომდინარე იქიდან რომ გამოირჩევა ძალიან დიდი შრომის უნარიანობით, შრომის მოყვარეობით, თავმდაბალი ხასიათით, სპორტული ხასიათით და რინგზე კი ძალიან მაგარი ბრძოლების გამართვა შეუძლია ქავთარაძეს, ასე რომ დავაკვირდეთ ამ მოკრევესაც ხვალდაზე დარწმუნებული ვარ ქავთარაძის სახელს არაერთხელ გავიგებთ. აი ეს იყო მოკლედ აი ამ ჩვენი ბოლო ორი მართლაც გამორჩეული შოუს შეფასება, რომელიც მიყოლებით შედგა საქართველოში. ისევ და ისევ კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ეკუთვნის საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირს, მის პარტნიორებს, ძალიან დიდი მადლობა ქალაქ თბილისის მერიას, საქართველოს სპორტის სამინისტროს, რომელიც მხარდაჭერითაც 2025 წელს არაერთი ძალზე საინტერესო შოუ შედგა და ბევრი პროექტი განხორციელდა. იმედი გვაქვს, რომ საომავლოდაც გაგრძელდება აი ეს მჭიდრო თანამშრომლობა ქართული კრივის სასიკეთოდ. ველოდებით უფრო მეტად ჩართვას კერძო ინიციატივებს, მეტად ჩართვას გულშემატკივრის, მეტაქტიურობას და დარწმუნებული ვარ ქართულ კრივს ელის მხოლოდ და მხოლოდ უკეთესი მომავალი ქართული პროფესიონალური კრივი გადადის განვითარების ახალ ეტაპზე, რომელსაც სჭირდება კიდევ უფრო მეტი ერთიანობა, კიდევ უფრო მეტი სტაბილურობა და დარწმუნებული ვარ სულ მალე მსოფლიო დონის ვარსკვლავები ამობრწყინდებიან ქართული პროფესიონალური კრივის რინგებიდან. თქვენ კი ძვირფასო მაყურებლებო, მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. არ დაგავიწყდეთ ამ ვიდეოს მოწონება, კომენტარების დატოვება, გაზიარება, აუცილებლად მოიწონეთ ჩვენი Facebook-ის გვერდი კრივის სამყარო, ასევე გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი Boxing Georgia, სადაც არაერთი ძალზე საინტერესო მასალა გელით, როგორც ქართული, ასევე მსოფლიო კრივის შესახებ. ნახვამდის.